წარმატება არის ის, რასაც იზიდავ იმ პიროვნებით, რომლადაც ყალიბდები. წარმატება არ არის ის, რასაც უნდა ზდიო. დაედევნო ან გაეკიდო. წარმატება არის ის, რასაც ავითარებ. რაღაც, რად გადაქცევაც შეგიძლია. შენ იზიდავ წარმატებას. ამიტომ გასაღები, რომელიც ყველა საგანძურს ხსნის. იქნება ეს ეკონომიკური, სულიერი, ფინანსური, სოციალური თუ პიროვნული საგანძური. ყველა გზა, რომელიც კი აზრად მოგდის, არის საკუთარი თავის პიროვნული განვითარება. ის თუ ვინ გახდები შენ, ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ის თუ რას აიღებ. გავიმეორებ, ის თუ ვინ გახდები, ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ის თუ რას აიღებ. სამსახურში მთავარი შეკითხვა ის კი არ არის, რას ვიღებ აქ. არამედ მთავარი შეკითხვაა, ვინ ხდები აქ. არა ის, თუ რას იღებ. არამედ ის თუ ვინ ხდები. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რად ყალიბდები. იმიტომ რომ რადაც ყალიბდები, სწორედ იმას იზიდავ. თუ ცინიკოსად ჩამოყალიბდები, ცინიზმს მოიზიდავ. რადაც გადაიქცევი, სწორედ იმას მოიზიდავ. ამიტომ პიროვნული განვითარების მთელი ეს თემა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. 31 წლის ასაკში უკვე მილიონერი ვიყავი და ეს მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი იყო. ამას 6 წელი დასჭირდა 25-დან 31 წლამდე. ეს დაუჯერებელი იყო. გახსოვდეს, იყავი სტუდენტი და არა მიმდევარი. და აი რა უნდა გააკეთო მუდამ. შექმენი შენი საკუთარი ცხოვრების დიზაინი. მე ძალიან მიხარია, როცა ხალხი ჩემს სემინარებზე ჩანაწერებს აკეთებს. მაგრამ ზუსტად ასევე გამიხარდებოდა თუ ვინმე იტყოდა, ეს ჩემთვის არ არის. დახევს ამ ჩანაწერებს და გადაყრის. ეს ჩემთვის ზუსტად ასევე მისაღებია. გახსოვდეს, ნურავის მოწაფე ნუ იქნები იმისთვის, რომ საკუთარი გეზი გაიკვლიო. რასაც აკეთებ, ის შენი საკუთარი დასკვნების შედეგი უნდა იყოს. რასაც მე გეუბნებით არის ის, რომ იყოთ პიროვნება. არ არის აუცილებელი იყო ვინმეს მოდელი ან ასლი. არ არის აუცილებელი აკეთო ისე, როგორც სხვა აკეთებს. გააკეთე ისე, როგორც შენ გინდა. იყიდე ის, რაც გინდა რომ იყიდო. უსმინე იმას, რისი მოსმენაც გინდა. შეიტანე ცვლილებები თუ გსურს და ნუ შეიტან თუ არ გსურს. მე გეუბნები, ეს შენი ცხოვრებაა და ნურავის მისცემ უფლებას, რომ საპირისპიროში დაგარწმუნოს. წარმატება არ არის სტერეოტიპი. წარმატება ეს ფერარი არ არის. წარმატება არ არის ავტომობილი. ეს არ არის სახლი, არ არის ადგილი, არ არის ფული ბანკში და არ არის მილიონი. ეს წარმატება არ არის. წარმატება არის საკუთარი ცხოვრების გეგმის მუდმივი განვითარება და მისი სისრულეში მოყვანა. აი რა არის წარმატება. საკუთარი პიროვნების ცხოვრების დიზაინის მუდმივი განვითარება და მისი განხორციელება იმ დოზით, რა დოზითაც თავად გსურს. ეს არის წარმატება. იყო წარმატებული ნიშნავს აკეთო ის, რაც გინდა, რაც შენთვის აზარტულია, შენთვის, შენი ოჯახისთვის. აიღო პასუხისგებლობები ან უარი თქვა მათზე. ეს მკაცრად და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ნებამომეცით გითხრათ, ჩემი აზრით რა ურევს გონებას ყველაზე მეტად. იმაზე ნაკლების კეთება, ვიდრე შეგიძლია. აი სწორედ ეს იწვევს ყველანაირ ფსიქიკურ ზიანს. იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე შეგიძლია რომ იყო. ეცადო იმაზე ნაკლებად, ვიდრე შეგიძლია რომ ეცადო. ეს რაღაცნაირად აზიანებს შენს გონებას, შენი საკუთარი თავის იმიჯს. აი, რა აღმოვაჩინე. ზუსტად იმ წუთას, როცა ამ ციკლს შეაბრუნებ და დაიწყებ საკუთარი თავის მოტივირებას, ყისიერად დაჯილდოებას დაინახავ. შეიძლება ჯერჯერობით არა ფულადს, მაგრამ იმას, თუ როგორ გზნობ თავს საკუთარ თავთან მიმართებაში. და ეს უდიდესი ფასეულობაა. აღმოაჩინე ყველაფერი, რისი გაკეთებად შეგიძლია. ნახე, რამდენის გამომუშავება შეგიძლია, რამდენის გაზიარება შეგიძლია, რისი დაწყება და რისი დამთავრება შეგიძლია, რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე და რამდენად შორს შეგიძლია გაავრცელოს შენი გავლენა. ზოგიერთ ადამიანს სურს დაგვაჯეროს, რომ პოზიტიური თვითშთაგონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმედება. იმის ნაცვლად, რომ რაიმე კონსტრუქციული გააკეთონ ცხოვრების შესაძლებლად. ისინი გვთავაზობენ სლოგანებისა და დაზეპირებული თვითშთაგონების განმეორებებს. როგორიცაა, ყოველდღე და ყველანაირად მე უკეთესი და უკეთესი ვხდები. იცით, ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება მხოლოდ ოცნებებით არ ხდება. უკეთესად ყოფნა ხდება მხოლოდ უკეთესად კეთების დისციპლინით. დისციპლინა პროგრესის აუცილებელი მოთხოვნაა, ხოლო თვითშთაგონება დისციპლინის გარეშე რეალურად მხოლოდ ილუზიაა. თვითშთაგონება შეიძლება იყოს ეფექტური, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიმახსოვრებთ ორ ძალიან მნიშვნელოვან წესს. ნომერი პირველი, არასოდეს მისცეთ შთაგონებას უფლება ჩაანაცვლოს მოქმედება. საკუთარი თავის უკეთესად გრძნობა არ ცვლის უკეთესად კეთებას. და ნომერი მეორე, რასაც არ უნდა შთააგონებდეთ საკუთარ თავს, ეს უნდა იყოს სიმართლე. თუ სიმართლე ისაა, რომ გაკოტრებული ხარ, საუკეთესო თვითშთაგონება იქნება, რომ უბრალოდ თქვა, მე გაკოტრებული ვარ. შეხედე ამას თვალებში. მიიღე ეს, აიღე ამაზე პასუხისგებლობა და შეცვალე ის.
იმის აღიარებით, რომ უფულოდ ხარ, ამის ხმამაღლა თქმით, ალბათ იმდენად შეწუხდები, რომ დაიწყებ ფიქრ სიტუაციის გამოსწორებაზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დარწმუნებით იტყვის, რომ მე გაკოტრებული ვარ, სავარაუდოდ მოტივირებული იქნება, რომ იმოქმედოს. წარე რეალობასთან დაპირისპირებას წარმოუდგენელი ეფექტი აქვს. სიმართლესთან დაპირისპირება და შემდეგ საკუთარი თავის დისციპლინირება, პასუხისგებლობის არიდების ნაცვლად, გარდაულად მიგიყვანთ პოზიტიურ ცვლილებამდე. რეალობა ყოველთვის საუკეთესო დასაწყისია. იცით, რეალობაში დევს შესაძლებლობა, რომ შექმნა პირადი სასწაული. დარწმენის ძალაც რეალობიდან იწყება. თუ შეგიძლია რომ თავს აიძულო, აღიარო სიმართლე სიტუაციის შესახებ. მაშინ ნათქვამია, ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს. აი კიდევ ერთი ძველი გამონათქვამი. რწმენა არ არის რწმენა, თუ ის ერთადერთი რამ არაა, რასაც ებღაუჭები. თუ შენი ცხოვრება და გარემოებები მივიდა სიტუაციამდე, რომელიც მახინჯია, უწოდე მას მახინჯი. თუ ყველაფერი დაკარგე, აღიარე რომ ყველაფერი დაკარგე. აიღე ამაზე პასუხისგებლობა. და თუ რწმენა ერთადერთია რაც დაგრჩა, გამოიყენე ის. შექმენი შენი პირადი სასწაული. როგორც კი გაიაზრებ და მიიღებ სიმართლეს, შენი მომავალი ტყუილის ბორკილებიდან განთავისუფლდება. როგორც კი სიმართლეს მიიღებ, მომავლის დაპირება წინ წაგიყვანს. ყოველი დისციპლინირებული ძალისხმევისთვის არსებობს მრავალი ჯილდო. ეს ცხოვრების ერთ-ერთი დიდებული მოწყობაა. ფაქტიურად ეს იმ ბიბლიური კანონის გაგრძელებაა, რომელიც ამბობს, თუ კარგად დათესავ, კარგად მოიმგი. აი ამ კანონის უნიკალური ნაწილი. ის არამხოლოდ გვპირდება, რომ მოიმკით იმას, რასაც დავთესავთ, არამედ მიგვანიშნებს, რომ მოიმკით ბევრად უფრო მეტს. ცხოვრება სავსეა კანონებით, რომლებიც მართავენ და ხსნიან ქცევებს. მაგრამ ეს შესაძლოა იყოს უმთავრესი კანონი, რომელიც უნდა გავიგოთ. ყოველი დისციპლინირებული ძალისხმევისთვის არსებობს მრავალჯერადი ჯილდო, რა შესანიშნავი კონცეფციაა. თუ გასწევთ უნიკალურ სამსახურს, თქვენი ჯილდო გამრავლდება. თუ ხართ სამართლიანი, პატიოსანი და მომთმენი სხვებთან, თქვენი ჯილდო გამრავლდება. თუ გასცემთ იმაზე მეტს, ვიდრე ელით რომ მიიღებთ, თქვენი ჯილდო იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ელოდებით. მაგრამ გახსოვდეთ, აქ საკვანძო სიტყვა, როგორც ალბათ უკვე ხვდებით, არის დისციპლინა. ყველაფერი რაც ფასეულია, მოითხოვს ზრუნვას, ყურადღებას და დისციპლინას. ბავშვებს სჭირდებათ დისციპლინა. მათ უნდა ჰქონდეთ მათთვის შექმნილი სტრუქტურა. უნდა ჰქონდეთ საზღვრები, რომლებშიც იმოქმედებენ, რათა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და კომფორტულად, რათა გამოიკვლიონ გარემო და გაიზარდონ. მათ უნდა ისწავლონ გარჩევა, რა არის სწორი და რა არის არასწორი, რა არის მისაღები ქცევა და რა არის მიუღებელი. ბავშვებს სჭირდებათ მუდმივი და თანმიმდევრული დისციპლინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიბნევიან და ვერ მიხვდებიან თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ანალოგიურად ჩვენს ფიქრებს სჭირდება დისციპლინა. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა განსაზღვროთ ჩვენი შიდა საზღვრები და ქცევის კოდექსი. თორემ ჩვენი ფიქრები აირევა და თუ ჩვენი ფიქრები აირევა, ჩვენ უიმედოდ დავიკარგებით ცხოვრების ლაბირინთში. არეული ფიქრები ქმნის არეულ შედეგებს. გახსოვდეთ კანონი. ყოველი დისციპლინირებული ძალისხმევისთვის არსებობს მრავლობითი ჯილდო. ისწავლეთ დისციპლინა, თუ როგორ უნდა მისწეროთ თქვენს მეგობარს. ისწავლეთ დისციპლინა, თუ როგორ უნდა გადაიხადოთ გადასახადები დროულად. მიხვიდეთ შეხვედრებზე დროულად, ან გამოიყენოთ უფრო ეფექტურად დრო. ისწავლეთ ყურადღების მიქცევის დისციპლინა, ან გადასახადების გადახდის დისციპლინა. ან თუნდაც საკუთარ თავს გადაუხადეთ. გამოიმუშავეთ დისციპლინა, რომ გქონდეთ რეგულარული შეხვედრები თანამშრომლებთან, ან მეუღლესთან, ან შვილთან, ან მშობელთან. გამოიმუშავეთ დისციპლინა, ისწავლოთ ყველაფერი, რისი სწავლაც შეგიძლიათ. ასევე ასწავლოთ ყველაფერი, რისი სწავლებაც შეგიძლიათ. წაიკითხოთ ყველაფერი, რისი წაკითხვაც შეგიძლიათ. ყოველი დისციპლინისთვის მრავლობითი ჯილდოა. ყოველი წიგნისთვის ახალი ცოდნა, ყოველი წარმატებისთვის ახალი ამბიცია, ყოველი გამოწვევისთვის ახალი გაგება, ყოველი მარცხისთვის ახალი გადაწყვეტილება. ცხოვრება ასეთია. ცხოვრების ცუდი გამოცდილებებიც კი თავისებურ წვლილს შეიტანენ. მაგრამ აქვე გააფრთხილება მათთვის, ვინც უგულებელყოფს ცხოვრებისეული დისციპლინისადმი ზრუნვისა და ყურადღების საჭიროებას. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ყველაფერი ახდენს გავლენას ყველაფერზე. უგულებელყავით დისციპლინა და მოგიწევთ საფასურის გადახდა. დროთა განმავლობაში ყველა ფასეული რამ, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ გარანტირებული გვაქვს. ამას ჩვენ უწოდებთ შეჩვევის კანონს. მუდმივი, ყოველდღიური ყურადღების დისციპლინის გარეშე ჩვენ ყველაფერს ვიღებთ როგორც მოცემულობას და გგონია, რომ ყველაფერი გარანტირებული გვაქვს. იყავით სერიოზულები. ცხოვრება ეს სავარჯიშო სესია არ არის. თუ ხშირად გჩვევიათ ტანსაცმელის სკამზე მიყრა, ნაცვლად იმისა, რომ კარადეში ჩამოკიდოთ. ფრთხილად იყავით.
ეს შეიძლება მიუთითებდეს დისციპლინის ნაკლებობაზე და გახსოვდეთ, დისციპლინის ნაკლებობა ცხოვრებისეულ წვრილმანებში შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ ცხოვრების უფრო მნიშვნელოვან სფეროებში. თქვენ ვერ დაალაგებთ თქვენს კომპანიას მანამ, სანამ არ ისწავლით საკუთარი გარაჟის დალაგების დისციპლინას. თქვენ ვერ იქნებით მოუთმენელი შვილებთან და მომთმენი დისტრიბიუტორებთან ან თანამშრომლებთან. თქვენ ვერ შთააგონებთ სხვებს გაყიდონ მეტი, როდესაც ეს მიზანი შეუსაბამოა თქვენს საკუთარ ქცევებთან. თქვენ ვერ შთააგონებთ სხვებს იკითხონ კარგი წიგნები, როცა თავად ბიბლიოთეკის ბარათიც კი არ გაქვთ. ამ მომენტში დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, რომელ სფეროებს სჭირდება ყურადღება ახლავე. შესაძლოა უთანხმოება მოგივიდათ საყვარელ ადამიანთან, ან ადამიანთან, რომელსაც უყვარხართ და სიბრაზე არ გაძლევთ უფლებას დაელაპარაკოთ. თუ ეს არ არის იდეალური დრო შეამოწმოთ ახალი დისციპლინის საჭიროება. შესაძლებელია დანებების პირას ხართ, ან რაღაცას თავიდან იწყებთ. პირველ ნაბიჯებს თქვათ და ერთი ინგრედიენტი, რომელიც აკლია თქვენს დაუჯერებელ წარმატების ისტორიას მომავალში, არის ახალი და თვითდაკისრებული დისციპლინა, რომელიც გაიძულებს ცადოთ უფრო მაგრად და იმუშაოთ უფრო ინტენსიურად, ვიდრე ოდესმე გეგონათ რომ შეგეძლოთ. დისციპლინის ყველაზე ღირებული ფორმა არის ის, რომელსაც საკუთარ თავს თავად უწესებ. დაელოდებით რომ საქმე ისე დრამატულად გაუარესდეს, რომ სხვა გახდეს იძულებული და გიწესოთ დისციპლინა ცხოვრებაში. თუ ეს არ იქნება ტრაგიკული. როგორ შეგიძლიათ ახსნათ ფაქტი, რომ სხვა უფრო მეტად ზრუნავდა თქვენზე, ვიდრე თავად ზრუნავდით საკუთარ თავზე, რომ მათ გაიძულეს ადრე ადგომა და ბაზარზე გასვლა, როცა თქვენ კმაყოფილი იყავით იმით, რომ წარმატება სხვას დარჩებოდა. სხვას, ვინც საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნავდა. თქვენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრება, თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება, მოგვემსახურება როგორც გაფრთხილება ან მაგალითი. გაფრთხილება, როგორც უგულებელყოფის, საკუთარი შეცდომების, მიმართულებისა და ამბიციების უქონლობა. ან მაგალითი, როგორც გამოყენებული ნიჭის, თვითდაკისრებული დისციპლინის, ნათლად აღქმული და ინტენსიურად დადევნებული მიზნები. ჭეშმარიტი დისციპლინა მოითხოვს, რომ განვავითაროთ მოქმედების უნარი. არ არის საჭირო სიჩქარე, თუ ეს არ მოგეთხოვებათ. მაგრამ არ გინდათ ბევრი დროის დაკარგვა. დაუშვათ გსურთ ბიბლიოთეკა შექმნათ. თუ ეს თქვენთვის ძლიერი სურვილია, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ აიღოთ პირველი წიგნი, შემდეგ მეორე წიგნი. იმოქმედეთ, რაც შეიძლება მალე, სანამ გრძნობა გაივლის და სანამ იდეა გაფერმკრთალდება. თუ ამას არ იზამთ, აი რა მოხდება. თქვენ გახდებით მსხვერპლი, განზრახ განელების კანონისა. ჩვენ ვიზრახავთ მოქმედებას, როცა იდეა გონებაში გივლებს. ჩვენ ვიზრახავთ რაღაცის გაკეთებას, როცა ემოცია მაღალია. მაგრამ თუ ამ განზრახვას დროულად არ გადავთარგმნით მოქმედებაში, სასწრაფოობა იწყებს კლებას და ერთ თვეში ვნება ცივდება. ერთ წელში კი მას საერთოდ ვეღარ იპოვით. ამიტომ იმოქმედეთ, დააწესეთ დისციპლინა, როცა ემოციები მაღლა დგას და იდეა ძლიერია. მკაფიო და მძლავრი, თუ ვინმე საუბრობს ჯანმრთელობაზე და თქვენ მოტივირებული ხართ, უნდა აიღოთ წიგნი კვებაზე. აიღეთ წიგნი მანამ, სანამ იდეა გადაგივლით, სანამ ემოციები გაგიცივდებათ. დაიწყეთ პროცესი. დაწექით იატაკზე და გააკეთეთ აზიდვები. უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიბრძნე იკარგება. ემოცია მალე გადაივლის, თუ მას დისციპლინირებულ აქტივობაში არ გამოვიყენებთ. დისციპლინა საშუალებას გაძლევთ დაიჭიროთ ემოცია და სიბრძნე და შემდეგ გადათარგმნოთ ისინი მოქმედებაში. გასაღები იმაშია, რომ გააზარდოთ თქვენი მოტივაცია დისციპლინების სწრაფად დაწესებით. თქვენ იწყებთ სრულიად ახალ ცხოვრებისეულ პროცესს. და აი დისციპლინის უდიდესი ღირებულება, საკუთარი თავის ფასი, იგივე თვითშეფასება. დღეს ბევრი ადამიანი, ვინც თვითშეფასებას ასწავლის, არ აკავშირებს მას დისციპლინასთან. მაგრამ როგორც კი ვიგრძნობთ დისციპლინის მცირედ ნაკლებობას საკუთარ თავში, ეს იწყებს ჩვენი ფსიქიკის ეროზიას, ანუ დაშლას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდუნებაა უბრალოდ ოდნავ მოეშვა, იმის ნაცვლად რომ გააკეთო მაქსიმუმი. თავს უფლებას აძლევ გააკეთო მაქსიმუმზე ოდნავ ნაკლები და გარწმუნებთ თქვენ უმცირესი დოზით, მაგრამ უკვე დაიწყეთ საკუთარი თავის ფასის შემცირება. მცირედი უგულებელყოფაც კი პრობლემაა. უგულებელყოფა იწყება როგორც ინფექცია. თუ არ მიხედავთ, ის დაავადებად იქცევა და ერთი უგულებელყოფა იწვევს მეორეს. და რაც ყველაზე ცუდია, როცა უგულებელყოფა იწყება, ის ამცირებს ჩვენს თვითშეფასებას. როცა ეს უკვე მოხდა, როგორ უნდა დაიბრუნოთ პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ? ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ დაიწყოთ მცირე დისციპლინით, რომელიც თქვენს ფილოსოფიას შეესაბამება. დადეთ პირობა, მე გამოვიჩენ დისციპლინას ჩემი მიზნების მისაღწევად, რათა მომავალ წლებში ვიზეიმო ჩემი წარმატებები.